მელარ ირაკლი ჩიხლაძე და იყავით მოვლენათა ეპიცენტრში, ახლა კი სპეციალური რეპორტაჟი. ხმაურიანი მასპინძლობა ალაზნის ველზე 450 ჰექტარი მიწა ინდოელმა ფერმერებმა იყიდეს. ისინი წნორში ცხოვრობენ, როგორ ხვდებიან ქართველები ახალ მოსახლეებს და რატომ ვერ ამუშავებენ ადგილობრივები მიწებს. თავდაპირველად ვნახოთ სანდრო კაკაბაძის რეპორტაჟი, შემდეგ უფრო დეტალურად ისაუბრებს, რაც თავად ნახა. მოხნული რო არის, იქ სიმინდი უნდა გავაგე. შავი რო ჩანს, ხო ის მიწა. მოხნული რო არის. სადამდეც თვალი გასწვდება რაჯი აჯინდის და მისი 5 მეგობრის საკუთრებაა. ინდოელ ფერმერებს ალაზნის ველზე 450 ჰექტარი მიწა აქვთ ნაყიდი. როგორც ამბობენ, კახური მიწა ინდოეთში გაყიდული ქონების ფასად შეიძინეს. იქ თუ ორი გავკვიდე. აქ შემიძლია რომ რამდენი 100 ჰექტარი შემიძლია აქ რა. 70,000, 80,000 დოლარი. და ახ არის 1 ჰექტარი 2,000, 2,500. მიწაზე ხორბალი, სიმინდი და ქერი მოხავთ. წელს პირველ მოსავალს აიღებენ. ვერ გაზდიო ვერაფერს. ხო, რაფერ არა. აქ ბინზური მიწა იყო აქ სულ, გაიგე? ბალახი იყო ამხელა ზმაო. გაიგე? თუ ვიმუშავე, დღეს არის აი ნახე. არ არის. რაჯი აჯინდი და მისი მეგობრები მიწას სოფელ წნორის მიმდებარე მდელოებზე ფლობენ. ეგე მოვიდრე, ეგე. ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, მიწები მოიპოვეს და მაგათ კიდე დაიკავეს შიგავა. წნორში ინდოელი ფერმერების რამდენიმე ჯგუფი ცხოვრობს. ადგილობრივების ნაწილი მათ მიმართ არაკეთილგანწყობილია და ამას არც მალავს. არ უნდა იყვნენ აქ რა. რატო? აი მიზეზს ვერ ხვდები, აი ბატონო ჩვენ მიწებზე არიან. აშავებენ რამე ეს კრიმინალი გაიზარდა, აი არ მაგ ხრივ ამა არ გამიგია. კრიმინალები არ არიან. სხვისას ხეს არაფერს უცხოს იმას ხეს არ დაადებენ, მაგრამ არ მომწონს და ძალებ არა. საერთოდ არ უნდა ცხოვრობდნენ, აქ უნდა ცხოვრობდეს ქართველი ერი უნდა ცხოვრობდეს. აქ უნდა ცხოვრობდეს მარტო ქართველი ერი. როგორც ჩანს, ეს ღიად ნაციონალისტური იდეები გაჭირვებას მოაქვს. ამ ტაქსის მძღოლების უმრავლესობა გლეხია. თუმცა მიწის დამუშავებას დღევანდელ პირობებში ვერ ახერხებს. არა გვაქვს საშუალება, თანხა არა გვაქვს, რომ ჩვენ გავაკეთოთ. ვერ ამუშავებთ, არა უმუშავარ ხალხი ვართ. საიდან ვიშოვოთ ჩვენ ეს თანხა? ეს ხალხია მივაგი ბანკომატში. შეაგდებს პატარა იმაი. გამოიტანს ფულ, დოლარია თუ ლარია თუ რაღაცა. მე ვერც იმას შევაგდებ და ვერც იმას შევაგდებ. დგე ვარ უმუშავარი. ხოლმე კი აქ პრობლემა, თქვენ ახ რა გინდათ, თქვენ არ რაჯი აჯინდი წნორელთა ნაწილის უარყოფით განწყობას გრძნობს. თუმცა ეს ღია დაპირისპირებაში არასდროს გადაზრდილა. ხო, საერთოდ კი კარგი ხალხია. ინდოელ ფერმერებს საკუთარი სახლი აქვს შეძენილი. ჩვენი სტუმრობისას იქ 20-მდე ადამიანი ათევდა ღამეს. რაჯი აჯინდი და მისი პარტნიორები ადგილობრივ მუშახელს არ ქირაობენ და მთელ სამუშაოს თანამემამულეთა დახმარებით ასრულებენ. ოფიციალურად ცხოვრობს? 5 რა? არა. არა, ეხლა სტუმრები ყავს რა. აი ზუგდიდში ცხოვრობს. ზუგდიდში ცხოვრობს. ზუგდიდში? ზუგდიდში ხო. მეგრელები არიან. მეგრელი ხა? მეგრელი არის კი. გვარი? ლიპარტია. იმ დღეს შევაგინე კი. მე შეიძლება პრობლემა გახდეს. ვერც ძალამი ვერ მიგვიტანია რომ რაღაცა მაშინ მილიციაში გარბიან. მილიცია აქეთ ჩვენ გვადანაშაულებს. არა, ხო და იძულებული ხარ რომ რაღაცა მოხდეს რა. ცეზარ ბაკაშვილი რაჯი აჯინდის მეზობელია როგორც სოფელში, ისე მდელოებზე. მისი 18 ჰექტარიანი მიწა ინდოელების 450 ჰექტარიან ნათესებს ესაზღვრება. ჩვენი ქართველები რო ჩადიან საფრანგეთში და იქ რო უნდათ დარჩენა, ხო? იმასაც ეგრე რო დახვდნენ. არა, განაც სულად ახვდებიან. არც ჩვენ ახვდებით სულად, მაგრამ აი ეს მიწები შესხვიდა სხვა არის, არ თუ რა ვიცი, საფრანგეთია თუ იტალია, არ ვიცი, სად რა ხდება, მაგრამ აი აქ მასიურად იყიდება. გლეხი მასიურად გაჭირვებული არის. ქართველი გლეხი, ვისაც მიწა დაურიგეს და ის არის გაჭირვებულია ძალიან და იძულებულია გაყიდოს. ქართველო ჩამოა უცხოეთში რო არის ქართველი და ჩამოა, თქვა თუ გინდა ფულით ჩამოიტანოს, იმ ქართველ აღარ ექნება ის მიწა. მოსავალი როგორ არის? არ ჩანს. ამხელა ხორბალია. რაჯი აჯინდი დარწმუნებულია, რომ საქართველოში მისი ინვესტიცია გაამართლებს. ქართველი ვიქნები რა. რა მისლობა, კახელი ვარ თუ საცხერელი ვარ თუ წიათურელი ვარ თუ კასპლელი ვარ და ბატუმილელი ვარ, რა ვიცი, ქართველი ვიქნები კი მე მგონი რა. ინდო საქართველო, გაიგე, ის იქნება რა. ინდო ჯორჯიან. მოგეთ ინდოელი კახელები თუ ინდოელი ქართველები. სანდრო კაკაბაძეა სტუდიაში, საღამოშვიდობის სანდრო. ჩვენ ვნახეთ რეპორტაჟი, რომელიც მომზადებულია წნორში. ჩვენ ასევე იყავი რამდენიმე სოფელში და სადაც სერიოზული პრობლემებია ადგილობრივებსა და ჩამოსულ ფერმერებს შორის, ხო?
ესეთი მძიმე სიტუაცია მე მარტო წნორში ვნახე და უბრალოდ ჩემი პოზიცია მინდა დავაფიქსირო, რომ ჩემთვის სრულიად მიუღებელია ფრაზა საქართველოს მხოლოდ ქართველებისთვის, რაც მე ბევრჯერ მოვისმინე წნორში. სხვა სოფლებშიც ვიყავით, იქაც არის პრობლემები უცხოელებთან, რომლებიც ყიდულობენ მიწებს, ალბათ არის ბევრი სოფელი, სადაც ასეთი სიტუაციაც არის, უბრალოდ მე არ მინახია. ჩემი აზრით სიტუაცია წნორში არის უბრალოდ საშიში და ფეთქებადი. ამას ეს არის ჩემი აზრი, რადგან ყოველ ჯერზე იქ ბევრი ინდოელები არიან, ეს მე მხოლოდ ერთ ჯგუფზე გავაკეთე სიუჟეტი, მაგრამ რეალურად თუმცა მაგალითისთვის საკმარისია, რომ ბევრი ასე ვთქვათ ჯგუფი არის, ბევრი მიწები აქვს ნაყიდი და ყოველ ჯერზე, როდესაც დაინახავ ინდოელებს ქუჩაში ან წნორის ცენტრში, იგრძნობა დაძაბულობა. ჩემის აზრით ეს მართლაც და საშიში რამ არის და თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ადამიანები ჩამოსული არიან აბსოლუტურად ლეგალურად ჩვენი კანონების მიხედვით. მე ვერ შემომიჩნია, რომ ისინი ცდილობენ, რომ იყვნენ მართლა რაც ნორმალურ ურთიერთობაში მათ მეზობლებთან და იღებენ აგრესიას. და როდესაც უყურებდი უკვე გლეხებს, როდესაც მათ ვესაუბრებდი უბრალოდ ადგილობრივ მოსახლეობას, მათ აქვს მაინც რა თქმა უნდა არგუმენტი და ისინი საუბრობენ, რომ ამ მომენტში ქართული სოფელი არის დასუსტებული. და ეს სიმართლეც არის, ყველამ ვიცით და ამ მომენტში არის ზუსტად საშიში, რომ ეს მთელი მიწები, ეს მათი პოზიცია იყოს გაყიდული უცხოელებზე და ამიტომ ან საუბარი არის, რომ როგორმე შევინახოთ ეს მიწები, რათა როდესაც სოფლის მეურნეობა განვითარდება, ადგილობრივმა გლეხმა შეძლოს ამ მიწის ათვისება დამუშავება. ეს არის ლოგიკა, ასე ვთქვათ, მაგრამ ფორმები ნახეთ. ფორმები ჩემის აზრით არის აბსოლუტურად მიუღებელი, აგრესიული, აქ წამოძახილები გაიგეთ ალბათ, რომ აქ მხოლოდ ქართულს შეუძლია ცხოვრება და ასე შემდეგ, რაც ჩემის აზრით აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ საბოლოო ჯამში აქედან გამომდინარეობს, რასაც ვამბობ, რომ ადამიანებს არ უნდათ დაკარგონ საკუთარი მიწები და დღეს მართლაც არის სიტუაცია, როდესაც უმრავლესობას არ აქვს იმის საშუალება, რომ ის დაამუშავოს, ანუ მიწა დაამუშავოს და დიდი ნაწილი მათი კარგ შემოთავაზებაზე ამ მიწებს ყიდის. სანდრო, ბუნებრივია, მათი მხრიდან არის პროტესტი, თუმცა ალბათ უნდა გქონდეთ რაიმე გეგმა ან შეთავაზება ხელისუფლების მიმართ, რომ როგორღაც მოხდეს ამ ადამიანების დაცვა, იმიტომ რომ როგორც შენ ამბობ, სიტუაცია არის საკმაოდ საშიში, ხო? ეს ანუ ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს შეზღუდვაზე. ანუ ისინი თვლიან, რომ აუცილებელია უცხოელებზე დაწესდეს შეზღუდვა. ანუ უცხოელს რა თქმა უნდა შეუძლია იყიდოს სახლი, რა თქმა უნდა შეუძლია იყიდოს აგარაკი თავის მიწის ნაკვეთით, მაგრამ რომ იყოს შეზღუდვა უცხოელის მიერ დიდი ტერიტორიების ყიდვისა. და მე მინდა გითხრათ, რომ როდესაც ჩავედი მაგალითად იორ მუღალუარის საგარეჯოს რაიონში ესეთი სოფელი, იქ არის რანჩო, რომელიც არის 6000 ჰექტარი. 6000 ჰექტარი არის, რომ ჰორიზონტს მართლაც ვერ ხედავ. სულ ეს მიწაა, წარმოიდგინეთ. ეს არის ბრიტანეთის მოქალაქე, წარმოშობით ირანელი, ძალიან დიდ ფულს დებს ამ მიწაში, მაგრამ იქაც რა თქმა უნდა პროტესტი არის უკვე ადგილობრივი მოსახლეობის. მე როდესაც სიუჟეტს უყურებდი, იქ იყო საუბარი, რომ ადგილობრივებს არასაქმებენ და მათ შემოყავთ სხვა რეგიონებიდან მუშახელი. ანუ ესეც ალბათ არის ხო პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი. იცით და იქ არავის არ უთქვია ეს, მაგრამ ზუსტად აი ამ 6000 ჰექტარიან ფერმაზე, როდესაც საუბრობთ, მან შეიძლება ამის დანახვა, რომ ამ ფერმაში, ამ 6000 ჰექტარიან ფერმაში სულ ადგილობრივი მუშაობენ. დაწყებული მენეჯერით, რომელიც არიან თბილისელი ბიჭები, დასრულებული ადგილობრივი აზერბაიჯანელი მოსახლეობით, იქ სვანი მოსახლეობაც არის ჩასახლებული. ანუ მთლიანად ამ უზარმაზარ ფერმას ამუშავებენ საქართველოს მოქალაქეები და ეს ნამდვილად ანეიტრალებს, შედარებით ანეიტრალებს ამ სიტუაციას. გასაგები, ანუ წნორის გარდა, როგორც იორ მუღალოში და ასევე სხვა სოფლებში, სადაც შენ იმყოფებოდი, დაახლოებით ერთი და იგივე სურათი დაგხვდა. შეიძლება ითქვას განსხვავებებით, აი მაგალითად მე ვიყავი ასევე გარდაბანში, სადაც ბურებს აქვთ, ესეთი ბურების ოჯახი არის, ესენი არიან აფრიკიდან ჩამოსული წარმოშობით ჰოლანდიელები, სახელმწიფო პროგრამა იყო და მათაც დიდი მიწა აქვთ, 1000 ჰექტარზე არის საუბარი. ძალიან ბევრს ნიშნავს ეს, ძალიან დიდი მიწა აქვთ შეძენილი, ამუშავებენ, თუმცა იქ ასევე რადგან ასაქმებენ ადგილობრივებს, მე პოზიტიური მესიჯები მივიღე მოსახლეობისგან. ალბათ არსებობენ ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილო არიან, მაგრამ მე ვიპოვე ადამიანები, რომლებიც იყვნენ კმაყოფილი. თუმცა ბურების მიმართ წლების წინ საკმაოდ სერიოზული პროტესტი იყო, მე მახსოვს 3-4 წლის წინ.
და კიდე ერთ რაც აღნიშნა მინდა, საერთოდ დიდ ფერმებზე, როდესაც საუბრობთ, მე ბრაზილიაში მაქვს პერიოდი ნაცხოვრები, ჩემი ცხოვრების და იქ არის ეს მომენტი, რომ ადამიანებს აქვთ უზარმაზარი მიწები და უმრავლესობას არა აქვს. უმრავლესობას აქვს ძალიან პატარა მიწა. საქართველოში ამის კულტურა ჩვენ არ გვაქვს, რადგან ანუ საბჭოთა კავშირში ვიყავით და მე მგონი რომ აი ეს ტრანსფორმაცია, ანუ ეს კაპიტალიზმი შემოსვლის რაღაცა ნიშნები არის, რომელიც უჩვეულოა ჩვენ. თუმცა არც იმ ყველა ტერიტორია არ არის, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს კონდეს, ხო? იმისათვის რომ გლეხმა არსებობა შეძლოს. მოკლედ, აქ კიდევ ერთ საინტერესო დეტალი იყო, ინდოეთში ისინი ყიდიან ქონებას და გადმოდიან საქართველოში. ანუ ემშვიდობებიან თავიანთ სამშობლოს და ხდებიან ქართველები, თუ რაც ნიშნავს? ინდოელებთან მიმართებაში, რომლებთანაც მე მქონდა კავშირი, რომლებიც იყვნენ სიუჟეტში, ისინი ამბობენ, რომ არა, მათ გაყიდეს მხოლოდ რაღაცა ნაწილი თავისი ქონების და გადმოვიდნენ აქ, რომ გააკეთონ ეს ბიზნესი, თუმცა ბურებთან მიმართებაში, ანუ იმ ოჯახთან, ბურ ოჯახთან მიმართებაში, იქ ეს შემთხვევაა, რომ მათ გაყიდეს საკუთარი ფერმა, ეს იყო მათი ერთადერთი ქონება და მთელი ქონებით გადმოვიდნენ საქართველოში. ძალიან კარგი, დიდი მადლობა საინტერესო რეპორტაჟის მომზადებისთვის. მე როგორც მაქვს ინფორმაცია აპირებ, თუ მოხერხდება, რა თქმა უნდა, ბურებზე ცალკე მომზადდეს სპეციალური რეპორტაჟი და ამას ნახავს ღია თამაშის მაყურებელი. ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ უცხოეთის ამბები და ბიზნესის დრო.